მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები საზოგადოებას. უპირველეს ყოვლისა მინდა რომ წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის დადგენილება, როგორც ეს საზოგადოებას დავპირდით 2025 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების ინიციატივით შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა. საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 3 თვით. აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რეგლამენტის შესაბამისად კომისიას აქვს უფლება რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტს რომ გაუგრძელდეს ვადა კომისიას 1 თვით, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, ანუ მაქსიმუმ 6 თვის თავზე კომისიამ შესაბამისი დასკვნა უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. ზოგადად გეტყვით რომ ეს კომისია იქნება უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელი საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე და ამას საზოგადოება როგორც პროცესის მიმდინარეობისას, ასევე მისი დასკვნის დროს აუცილებლად იხილავს. ეხლა რაც შეეხება ასევე საორგანიზაციო საკითხებს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისია ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის მდივანს. შესაბამისად თქვენ იცით რომ ამ კომისიაში წარმოდგენილია საპარლამენტო უმრავლესობა 5 წევრით, საპარლამენტო ოპოზიცია ასევე 5 წევრით და შესაბამისად ქართული ოცნებიდან არის 5 წევრი, ხალხის ძალიდან ვართ 2, ერთი არის ევროპელი სოციალისტებიდან და რაც შეეხება უფრაქციო პარლამენტის წევრებს, ამ შემთხვევაში გახარეს პარლამენტის წევრებს, ისინი არ არიან არც პარლამენტში, შესაბამისად არც კომისიაში. თუმცა კომისია უფლებამოსილია რომ იმუშაოს, გამომდინარე იქიდან რომ 8 წევრით არის დაკომპლექტებული. ასევე რეგლამენტის შესაბამისად მინდა გითხრათ რომ ჩვენ გქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და შევჯერდით რომ ამ შემთხვევაში ამ კომისიას უხელმძღვანელებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხოლო ასევე რეგლამენტის შესაბამისად თუ კომისიის თავმჯდომარე გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაშინ საპარლამენტო ოპოზიციიდან უნდა იყოს კომისიის მდივანი. ამიტომ ჩვენ კონსულტაციების საფუძველზე 5 წევრისგან საპარლამენტო უმრავლესობისგან, ასევე ჩვენი საპარლამენტო ოპოზიციის თანხმობით კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა დასახელებული არის ქალბატონი თია წულუკიანის კანდიდატურა. შესაბამისად თუ სხვა წინადადებები არ არსებობს, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე დავაყენოთ. კი ბატონო, უყაროთ კენჭი იმას, რომ საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს ქალბატონი თია წულუკიანი. ვინ არის მომხრე? მიღებულია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გადაწყვეტილია რომ ქალბატონი თია წულუკიანი უხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას. მინდა ქალბატონი თია წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს კომისია მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოს უახლეს ისტორიაში. დიდი მადლობა და გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. ყველას მოგესალმებით. პირველ რიგში ბატონ გურამს ვუხდი მადლობას ხდომის წაყვანისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუხდი მადლობას ნდობის გამოცხადებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობისგან, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებისგან გამოცხადებული ეს ძალიან მაღალი ნდობა იმისათვის, რომ ჩვენ ძვირფასო კოლეგებო შევძლოთ შევაფასოთ ის არაერთი მძიმე წელიწადი, რომლის ან მონაწილეები, ან მოწმეები და უფრო მეტიც მსხვერპლებიც არაერთი თქვენგანი და ის საზოგადოება ყოფილა, რომელიც ჩვენი კომისიის მუშაობას თვალს მიადევნებს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა და მინდა წარმატებები გისურვოთ და მადლობა
წევრობისთვის ამ კომისიაში. შემდეგი პროცედურული საკითხი, რის გარეშეც ვერ გადავალთ შინაარსობრივ თემებზე, გახლავთ კომისიის მდივნის არჩევა. ბატონმა გურამმა უკვე განმარტა, რომ ჩვენი პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, როდესაც უმრავლესობის წევრი ხელმძღვანელობს ამგვარ კომისიას, იქ აუცილებლად კომისიის მდივანი უნდა იყოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი. ჩემი და რამდენიმე სხვა წევრის და მე მგონი ყველას შემოგვიერთდა ბოლოს ინიციატივა, რომ თუმცა 4 წევრი არის საკმარისი კანდიდატურის დასაყენებლად, რომ საპარლამენტო ოპოზიციიდან კომისიის მდივნის კანდიდატურაზე კენჭი იყაროს ბატონმა სოზარ სუბარმა. მას დახასიათება არ სჭირდება არც პოლიტიკურ არენაზე და მით უმეტეს იმ სფეროში, რომელიც ჩვენ განგვისაზღვრა პარლამენტმა გამოსაკვლევ საკითხად, ვინაიდან ის მრავალი წლის განმავლობაში სწორედ იმ რეჟიმის პირობებში ადამიანის უფლებებს იცავდა ხმალამოღებული და ვფიქრობ, რომ მისი კომისიის მდივნად არჩევა იქნება დიდი წვლილი და გარანტია იმისა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ამ ზღვა მასალაში სწორ გზაზე და სწორი მეთოდებით ვივლით. თუ სხვა კანდიდატურა არ არის წარმოდგენილი, კენჭისყრაზე დავაყენებ ბატონი სოზარ სუბარის კანდიდატურას კომისიის მდივნად და გთხოვთ უყაროთ ამ საკითხს კენჭი, ვინ არის მომხრე, რომ კომისიის მდივნად ავირჩიოთ ბატონი სოზარ სუბარი. გილოცავთ ბატონო სოზარ, მადლობა რომ იქნებით კომისიის მდივანი. ჩვენ გვაქვს მესამე საკითხი და ამით ჩვენი სხდომის პირველ საორგანიზაციო ნაწილს ამოვწურავთ და გადავალთ სხვა საკითხებზე. ეს გახლავთ ჩვენი კომისიის დებულება. თქვენ იცით, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ჩვენივე კომისიის დებულების პროექტი და როდესაც შევთანხმდებით ერთ კონკრეტულ რედაქციაზე, შემდეგ ეს პროექტი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტის ბიუროს, რომელიც დაამტკიცებს. ვინაიდან ჩვენ გვინდა რომ სწრაფად დავიწყოთ მუშაობა, კარგი იქნება რომ დღესვე ჩვენ დებულების ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, განვიხილოთ, შევიტანოთ ცვლილებები თუ საჭიროა, ყოველ შემთხვევაში მივიღოთ დღეს იმისათვის, რომ ბიურომ რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს და ჩვენ მოგვეცეს საშუალება, რომ უკვე დებულების ფარგლებში ვიმუშაოთ აქტიურად. ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იქნა, თქვენ დაგირიგდათ, ყველა გაეცანით. ჩემი მხრიდან რამდენიმე რამეს ვიტყვი თქვენი ნებართვით. პირველი არის ის, რომ ჩვენ თუ კი თქვენი თანხმობა იქნება, კარგი იქნება, რომ ჩვენი საგამოძიებო კომისიის მარეგულირებელ ნორმებში, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, გარკვეული ცვლილებები შევთავაზოთ ჩვენს კოლეგებს და იქნება ეს სამუშაო გრაფიკის საკითხი, იქნება ეს ვთქვათ თითოეული წევრის უფრო მეტი უფლებამოსილება, რომელიც დღეისათვის ასე ვთქვათ შეზღუდული არ არის, მაგრამ უფრო მეტი შეუძლია თითოეულ წევრს აკეთოს. მით უმეტეს რომ ასეთი ტიპის კომისია, რომელმაც 9 წლიანი პერიოდი უნდა შეაფასოს, ბოლო წლებში მე არ მახსენდება ასეთი ზღვა და მოცულობითი მასალა იყოს შესასწავლი, ამიტომ თითოეულ წევრს მეტი უფლებამოსილებებით აღჭურვა დასჭირდება. და იქნება კიდევ სხვა ტექნიკური თუ უფრო მეტად შინაარსობრივი საკითხი, რომ რეგლამენტში ცვლილებები შევიდეს და ჩვენ შევძლოთ პირველი სწრაფად მუშაობა, იმიტომ რომ 3 თვე გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ეს ვადა შეიძლება მაქსიმუმ 6 თვემდე გაგრძელდეს, არის მოცულობითი სამუშაო და რეგლამენტი უკვე თანამედროვეობასაც იქნებ მეტად მოვარგოთ, ეს წინადადება მექნებოდა და ამაზე რომ ვიმუშაოთ მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ის პუნქტი პროექტში, რომელიც შემოთავაზებულია, ეს გახლავთ მეორე მუხლის მესამე პუნქტის ექვეპუნქტი. ჩვენ ამ ეტაპზე მოგვიწევს დროებით ეს გვერდზე გადავდოთ, იმიტომ რომ რეგლამენტი ერთ წევრს ამგვარ უფლებამოსილებას არ ანიჭებს.
აქ საუბარია იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში თითოეულ წევრს ინდივიდუალურად კომისიის დავალებით შეეძლოს, რომ შეხვდეს ამა თუ იმ პირს და კომისიის სახელით გამოკითხოს. ეს რა თქმა უნდა დაუქმდება, იქნება აუდიო ჩანაწერი გაკეთებული, ამიტომ მე ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ 2-3 და მეტი წევრი ასე ვთქვათ ხარჯავდეს დროს, მაშინ როდესაც შეიძლება 3 წევრმა 3-ჯერ მეტი სამუშაო გააკეთოს. უბრალოდ რეგლამენტი ამ გასახანს დღეს ბოლომდე არ გვაძლევს, ამიტომ ცეცხლს ნუ გავეთამაშებით ანუ რეგლამენტს და ეს ქვეპუნქტი შემოვინახოთ შემდეგისთვის. დანარჩენი სხვა მხრივ კიდევ მკაცრი გადამოწმების პირობებში მგონია, რომ ეს დებულება რეგლამენტთან შესაბამისობაშია, თუმცა თქვენი აზრი განსხვავებული თუ გაქვთ გამოთქვით, რაიმე ხომ არ არის გამორჩენილი, ესეც ვთქვათ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ როგორც პროექტი მივიღოთ და შემდეგ უკვე ბიურო თავის სიტყვას სიტყვის. გისმენთ ბატონო ალექსანდრე? მე მინდოდა ერთი საკითხი შევმეთავაზებინა, ის რაც ასევე რეგლამენტს ეხება. რეგლამენტის თანახმად ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ მხოლოდ საკომიტეტო კვირის განმავლობაში შეგვიძლია მუშაობა და კარგი იქნება თუ ვინაიდან დრო მართლაც ცოტაა და სამუშაო გვექნება ძალიან ბევრი, თუ ეს შესაძლებლობა ასევე იქნება მიმდინარე სასესიო კვირაში, როცა ამის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ. ხანდახან ხდება, რომ იმ სასესიო კვირას არ ვიყენებთ მთლიან სამუშაო კვირას და შეგვეძლოს, რომ სასესიო კვირაში ჩვეულებრივი რეჟიმით სხდომები არ იქნება, ჩვეულებრივი რეჟიმით გავაგრძელებთ. მგონი ძალიან კარგი აზრია და უფრო მეტიც, როცა სხდომა შეიძლება სხდომა დაიწყოს და ტრადიცია ამას ადასტურებს 12 საათზე, ან ოდნავ ადრე და ჩვენ შეგვიძლია თუ ვიქნებით შემდგომში, რომ დავიწყოთ ადრე და სხდომის დაწყებამდე კომისიას შეიძლება მინიმუმ 2-3 პირი გამოკითხოს. ამიტომ ამ გრაფიკზეც ვიმუშაოთ. რეგლამენტთან დაკავშირებით რა იდეებიც იქნება, დღეს შევაგროვოთ მაშინ და უკვე ინიციატივა შევიმუშაოთ, კოლეგებს გავაცნობთ და თანხმობის შემთხვევაში თუ კი გვექნება ასე ვთქვათ, საკმარისი ოდენობა გამზიარებელი დეპუტატების, შევძლებთ, რომ წარმატებით დავაინიციროთ და მივიღოთ. სხვა შენიშვნა ხომ არ არის ან დამატება დებულების პროექტთან დაკავშირებით? ბატონო ილია, ბრძანეთ. მოგესალმებით, წარმატებას უსურვებ კომისიას მუშაობაში. მაქვს ესეთი კითხვა დასაზუსტებლად. ამ დღეებში რამდენიმე მომართვა მივიღეთ მოსახლეობიდან, ჩემი მუნიციპალიტეტებიდან, სადაც წარმოვადგენ დელეგატს. რამდენად არის შესაძლებელი ამორჩევლის მოსახლეობისგან შემოსული განცხადებების განხილვა, როგორ მოქალაქეებისგან შემოსული წინადადებები, რომლებიც დაინტერესებულია ამ კომისიაში მუშაობით და მათ რაღაც თავისი შეხედულებები, თავისი გავლილი იმ წლებთან დაკავშირებით ისტორიები აქვთ და დასანელებლები არიან ხო, ესე გამოიხატა, როგორც ეს საჯარო მომართვა იყო Facebook-ზე და მაინტერესებს ამ მიმართულებით აქვს თუ არა კომისიას შესაძლებლობა, რომ გამოკითხვა ჩატარდეს მათ მიმართად. და მეორე საკითხსაც თუ შეიძლება პარემ დავაყენებ, რამდენად ჩვენ მოგვიწევს განხილვა იმ ჩამორთმეული ქონებების, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო პრივატიზაციის დროს გაკეთებული იმ პერიოდში ამ საკითხების შეხება და ამ საკითხების განხილვა. ესეც მეორე კითხვა მაქვს, რამდენად ჩვენ ამ თემებს შევეხებით. მე მინდა თითოეულ წევრს გთხოვოთ, რომ თქვენი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვათ, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენი მუშაობის მეთოდს და როგორ მივახციოთ იმ მიზანს, რაც პარლამენტმა დაგვისახა. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ პარლამენტის წინაშე, ამიტომ უნდა შევასრულოთ ის სამუშაო, რაც დაგვევალა. მასალა და პერიოდი არის დიდი. ჩემი აზრი ასეთია და სხვა წევრებიც იტყვიან თავთავიანთ აზრს.
მოქალაქეებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია, ვისაც ამისი სურვილი ექნება. პირველ რიგში ეს უნდა იყოს წერილობითი მომართვა. სასურველია, რომ ყველა მოქალაქე, ვისაც გაუჩნდება სურვილი, არ არის აუცილებელი ეს იყოს მხოლოდ მსხვერპლი, ეს შეიძლება იყოს მოწმე ან მონაწილე იმ პროცესის, რომლის აღწერაც სურს ჩვენს წინაშე. უნდა მოგმართოს წერილობით, ვინაიდან მოცულობა და პერიოდი დიდია, ძალიან მადლიერი ვიქნები მე პირადად, როგორც კომისიის თავმჯდომარე, თუ კი ამგვარი მომართვები იქნება კონკრეტული ფაქტებით. ზოგადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რა დღეში ვიყავით 9 წლის განმავლობაში, როგორი იმედებით დაიწყეს და როგორ უიმედოდ დაასრულეს და ასე შემდეგ, ეს ზოგადი ინფორმაცია ყველგან მოიპოვება. ჩვენ თუ მოგმართავენ, უმორჩილესი თხოვნა იქნება, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მოგმართონ, უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ეს იყოს ფაქტები და შეძლების დაგვარად მოკლე აღწერილობა, რომ ჩვენ უცბად გავერკვეთ რა ღირებულებისაა მოწოდებული ინფორმაცია და ან წერილობითი სახით გამოვიყენოთ და არ დავისაჭიროოთ მოსმენა მოცემული პირის, ან პირიქით ვთქვათ, რომ ეს ის განცხადებელია, რომელიც უნდა კომისიამ ზეპირადაც მოისმინოს. მეორე, რაც მინდოდა მეთქვა ასევე, არის ის, რომ ჩვენ ნულიდან არ ვიწყებთ ამ საქმეს საბედნიეროდ. არაერთ მნიშვნელოვან საქმეზე არის განაჩენი დამდგარი ქვეყნის შიგნით ქართული სასამართლოების მხრიდან და ჩვენ მოგვიწევს, რომ ვიხემძღვანელოთ იმ პრინციპით, რასაც ქვია res judicata, ჩვენ არა ვართ ის ორგანო, რომელმაც ძალაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შეიძლება გადასინჯოს ან მას გადახედოს და ჩვენ ასეთ განაჩენებს გამოვითხოვთ და მათ დავეყრდნობით რეჟიმის შესაფასებლად. ასევე ჩვენ დავეყრდნობით იმავე პრინციპით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ასეთიც არაერთი არსებობს და გამოვიყენებთ ამ მასალას, როგორც უკვე შემდგარ ფაქტს, იმიტომ რომ ამ განაჩენებსა და გადაწყვეტილებებში ყველა ფაქტი შესწავლილია. დახასიათებაც მოცემულია და უფრო მეტიც კვალიფიკაცია მიცემული და ან სანქციაა დამდგარი სტრასბურგში, ან კი სასჯელი საქართველოში. ეს იქნება მეორე წყარო ჩვენი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის, რის მიხედვითაც შევაფასებთ. მესამე არის კონკრეტული ახალი ინფორმაციები. ახალში მე არ გულისხმობ იმას მაინდა-მაინც, რომ რაღაცა ჩვენ არ ვიცით, ასეთიც იქნება. მაგრამ ახლად ალბათ უნდა ჩავთვალოთ ის ინფორმაცია, რომელსაც ან ვერ გასწვდა, არ ვენ მისწვდა, ან რაღაც მიზეზის გამო, ან გამოძიება არ ჩატარდა, ან არანაირი შესწავლა ამ ფაქტის დღემდე მიუხედავად ამისა, რომ ამდენი წელი გავიდა, არავის არ განუხორციელებია. აი ამაზეც ალბათ ჩვენ გარკვეული დრო უნდა დავხარჯოთ, იმიტომ რომ საზოგადოებაში არსებობს, თქვენ კი იცით, გარკვეული უკმაყოფილება, რომ როგორ არ დადგა ჩემი საქმის ჯერი. და ჩვენ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ. და ბოლოს ალბათ ჩვენ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ, რა თქმა უნდა, უკვე სამუშაო რეჟიმში ეს ტექნიკური საკითხია, რომ თითოეული ჩვენგანის, როგორც დეპუტატის, ადმინისტრაციული პერსონალის რესურსი, ვთქვათ, ვინ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ დაგვჭირდება ადმინისტრაციული პერსონალის დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითოეული მუხჩაუხრელად ვიშრომებთ და ვიმუშავებთ. ჩემი რესურსი ვიცე-სპიკერის, ჩემი რესურსია, კომიტეტის თავმჯდომარეების თავთავიანთი რესურსი აქვთ, თითოეულ დეპუტატს თავისი ზოგს მწირი, ზოგს მეტი, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსი აქვს. და აი ეს ძალებიც მინდა შემოგთავაზოთ, რომ სრულად გავაერთიანოთ, სხვა მხრივ გაგვიჭირდება. ბატონი ილიას კითხვაზე მიმართულებებზე, ხო, ჩვენ ალბათ რეჟიმს ვერ დავახასიათებთ ისე, თუ ჩამორთმეულ ქონებებზე არ ვიმუშავებთ.
მე უფრო მეცაც ვიტყოდი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით. ყველა მიმართულებით, ყველა საქმეს ჩვენ ალბათ ვერ გავწვდებით, მაგრამ მიმართულებებს იმდენად კი გავწვდებით, რომ ჩვენს დასკვნაში იყოს ყველა მიმართულება. არის ეს ციხეების მიმართულება, სასამართლოს მიმართულება და ზოგადად სისხლის სამართლებრივი ბლოკი, ქონებები, რომლებიც სისხლის სამართალთანაც იყო კავშირში, ვიცით, ცნობილი გვირაბის ამბავი იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას შორის, სამოქალაქო მიმართულება, ადმინისტრაციული მიმართულება, საჯარო მოხელეების მიმართულება, ეგრეთ წოდებული ჩარეცხილები, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრა თუ დევნა, ასევე არჩევნების მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რატომღაც აღარ ისმის ასე ხშირად ეს თემა, იმიტომ რომ როგორი არჩევნებით მოვიდნენ და როგორ არჩევნებს ატარებდნენ, ესეც საინტერესო შესასწავლი იქნება რეჟიმის დასახასიათებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა წევრებს გთხოვთ ბატონ ილიას საკითხებზე, ბატონო სოზარ, ბრძანეთ. დიდი მადლობა პირველ რიგში შენდობისთვის და მართლა გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დიდი ხანია ითხოვს და ელოდება ამ კომისიის შექმნას და დიდი იმედითაც შეხყურებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ააშენო სამართლებრივი სახელმწიფო თუ წარსულს სწორად არ შეაფასებდა. შეფასება ბოლო-ბოლო გაკეთებული აქვს არაერთხელ თუნდაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქმეში ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, როცა თქვა, რომ ადგილი ქონდა სისტემურ დანაშაულს, სისტემურ და სისტემატიურ დანაშაულს. ეს უკვე ვალდებულებაც არის სახელმწიფოს დაგვავალა პირდაპირ, რომ გავხსნათ საქმე და ეს შესაბამისი შეფასება ჩვენც უნდა მივცეთ. არა მხოლოდ ცალკეულ საქმეებს, არამედ მთლიანად რეჟიმს რა იყო, რა ხდებოდა ქვეყანაში იმ პერიოდში და ძალიან ბევრი მიმართულება არის. ადამიანის უფლებების მიმართულება, სადაც კატასტროფა იყო და ამის ძალიან ბევრი წყარო გვაქვს. ეს არის საკუთრების უფლებები, რაზეც ბატონმა ილიამ ბრძანა და შესაბამისი დეპარტამენტიც იყო შექმნილი, არის შექმნილი დღესაც პროკურატურაში, რომელმაც ბევრი საქმე გამოიწია, მაგრამ ბევრი საქმე ჯერ კიდევ ელოდება თავის რიგს და აქაც ბუნებრივია შეფასება იქნება აუცილებელი. ეს არის საქმეები, რაც არის დაკავშირებული 2008 წელს მომხდარ მოვლენებთან, ომთან და ამ ომში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ღალატთან და ამ ღალატის კაფიო მაგალითია თუნდაც სტრასბურგის რეზოლუცია 1633 ყველამ კარგად ვიცით, აღარ გავიმეორებ, ან რატომ მოხდა, რომ აი ზუსტად ომის წინ ახალგორის მუნიციპალიტეტი, ახალგორის რაიონი, როგორც მაშინ ერქვა, რომელიც შედიოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გამოყვეს იქიდან და მანამ 20 წლის წინ გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო აღდგენა მოახდინეს და იქ რაღაცა აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს. რა იყო ამის მიზანი? რა იყო მიზანი იმ დარღვევებისა, რაც მოხდა კოდორის ხეობაში, განიარაღება რატომ მოხდა ბატალიონ მონადირეს, რომელიც იცავდა ამ ხეობას 10 წლების განმავლობაში, მისი წევრები დაიჭირეს, ზოგიერთი მათგანი ციხეში გარდაიცვალა, ზოგი იზოლებული გახდა, გაქცეული იყო და რატო ჩააბარეს კოდორის ხეობა. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც არ შეიძლება შეფასების გარეშე დარჩეს და ამ შემთხვევაში პარლამენტის როლი იქნება, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი. შემდეგ, სადაც გამოიკვეთება კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ შეფასება უნდა გაკეთდეს და ამას ელოდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ბატონი ილიას მეორე საკუთრებაზე კი ვილაპარაკეთ, რაც შეეხება მოქალაქეებს, მართლა ძალიან ბევრი ადამიანი ამ დღეებში მეც პირადად ბევრი მწერს, დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენთაგანს და ბუნებრივია ყველა მათგანს უნდა მოვუსმინოთ და როგორ მოვუსმინოთ, როგორ შევძლებთ ამ სხვა მასალის დამუშავებას ამ მოკლე დროში, ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული ამოცანა, ამიტომ ალბათ თეამ რაც ვქვა, რომ იქნებ წერილობით მოგვაწოდონ, რაც შეიძლება ფაქტებით დატვირთული მასალები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ბუნებრივია ვიმუშავებთ ჩვენს აპარატებთან ერთად აი ამ
ფაქტებზე და მათ შემოწმებაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო იქნება ბუნებრივია ის მოხსენებები, რომლებიც არსებობს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაკეთებული მოხსენებები 2012 წლამდე გრძელდებოდა ამ დარღვევების აღწერა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც არის და სხვათა შორის არსებობდა კომისია, რომელიც სწავლობდა უკვე 2013 წლის შემდეგ იმ დანაშაულს, რომელიც იყო ციხეებში ჩადენილი და ეს მასალებიც გვაქვს ამოსაწევი. მადლობა. ხომ არ გსურთ სხვა წევრებს ბატონო თენგის ბრძანეთ. აბსოლუტურად ვეთანხმები მიმართულებებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს კონკრეტული დანაშაულები, რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი, ამის გარდა არის ის ცნობილი რეზოლუცია, რომელზედაც ისაუბრეთ, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩემი აზრით იმ სარჩელზეც, რომელიც 2008 წელს შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ. რამდენად იყო ეს კავშირში, ვთქვათ, ხელისუფლების იმდროინდელ გატარებულ პოლიტიკასთან, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რისკის და საიშროების ქვეშ დადგებოდა იმ სარჩელს, რომ გაემარჯვა და ამ ჩვენ ხელისუფლებას მოუწია ამაზე პასუხისგაცემა და ღვთისმადლით მოვიგეთ ჩვენ ეს სარჩელი, თუმცა ის ვინც შეიტანა დღეს ძალიან აქტიურად ოპერირებს ქართულ პოლიტიკაში და გონია რომ მაშინ ძალიან საშუალო საქმე ჩაიდინა, ან თუ ასე ხელისუფლებას პირდაპირ დავალებით არ მოქმედებდნენ, რატომ არ მოხდა ხელისუფლების მაშინდელი ორგანოების მიერ შეფასება თუნდაც ამ ფაქტისა, რომ ეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ადანაშაულებდა ქართულ სამხედროებს მასობრივ შელახვაში ადამიანის ფლევების. ამიტომ ამასაც უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ეს დღესაც გრძელდება. საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ინტერესების შელახვის ფესვები იქ არის. და ეს ფესვები არ გადაკვეთილა, ამიტომ ის ფესვებსაც უნდა მივწოდეთ და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების როლზეც, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ასეთ საქმიანობას ჩადიოდნენ მაშინ. მადლობთ. ერთ დავამატებ ბატონმა თენგომ რაც თქვა ამას. სხვათა შორის ქალბატონ თეაზე უკეთ არავინ იცის საერთაშორისო სასამართლოებში რა ხდებოდა და როგორ იყო გამქრალი ის მტკიცებულებები, რომლითაც საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ მოგვეგო რუსეთის წინააღმდეგ საქმეები და არათუ გამქრალი იყო, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჰააგაში, ისტერიკა ჰქონდათ ნაციონალურ მოძრაობას და მათ დამქაშებს ატეხილი ჩვენს წინააღმდეგ, რომ ამასთან თანამშრომლობა არ შეიძლებოდა და რომ არ გვეთანამშრომლა დღეს რუსეთი კი არ იქნებოდა გამოცხადებული დამნაშავედ და ძებნა კი არ იქნებოდა გამოცხადებული რამდენიმე პირზე, თანამდებობის პირებზე ცხინვალიდან, არამედ პირიქით იქნებოდა ეს ყველაფერი გაკეთებული და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სარჩელი არ შეუტანია სხვათა შორის სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეშინოდათ როგორც ჩანს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, რომელიც ორლესული מחვილია და თავის დანაშაულსაც ეწყობა გრძნობდნენ, ეს ერთია საინტერესო და მეორე ჰააგაშივე მდებარე მეორე სასამართლოში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სააკაშვილის ხელისუფლებამ სარჩელი, რომელიც უბრალოდ არ მიიღეს იმდენად დაუსაბუთებელი იყო და ესეც შეგნებულად ხო არ იყო გაკეთებული, ესეც ძალიან საინტერესო კითხვაა და ამაზეც პასუხისგაცემა უნდა მოუწიოთ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც მაშინ ამ საჩივარზე თუ სარჩელზე მუშაობდა. ერთ რაღაცას დავამატებ, დავაზუსტებ, მე მგონი კი თქვი ორი სიტყვით, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ამ კითხვაზე და ამ კითხვას უსვამს საზოგადოება ერთმანეთს სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციის და გაყიდვის ფაქტებიც, რომელიც არაერთხელ გვაქვს დასმული საზოგადოების წინაშე და ყველას აინტერესებს, რა თქმა უნდა, როგორ მოხდა სტრატეგიული ობიექტები გარე კომპანიების, სხვა სახელმწიფოების ხელში. სახელმწიფო კომპანიებია. სახელმწიფო კომპანიების ხელში გარეთ. ჩვენ უცხო ქვეყნის ხო, აი ეს მინდოდა დამეზუსტებინა, მადლობა. ერთი შეკითხვა მაქვს ბატონ ილიას პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით. ჩვენ რადგან თანხმდებით, წინასაყოელ შემთხვევაში შევთანხმდეთ იმაზე, რომ მივიღებთ თავისუფალ რეჟიმში, ასე ვთქვათ, წერილობით განცხადებებს მოქალაქეებისგან, ხო? ჩვენი კომისია დროში არის შეზღუდული.
ძალიან ბევრი ისეთი საკითხი გამოიკვეთა, რაც მოქალაქეთა განცხადებების გარეშეც სამსჯელოა და მისაღებია გადაწყვეტილება. იმისათვის რომ შემდგომ არ გაჩნდეს რაიმე უსამართლობის შეგრძნება იმ ადამიანებში, ვინც განცხადებები შემოიტანა. ხო არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაღაც ვადაში იყოს ეს განსაზღვრული, რომ რა ვადაში, იმიტომ რომ მეორე თვეს, მესამე თვეს რო შემოიტანონ, ფაქტიურად შეიძლება ვერ ვიმსჯელოთ, მაგრამ იმ ადამიანებში გაჩნდეს უკვე უკმაყოფილების შეგრძნება, რომ ეს კომისია არაეფექტურად მუშაობს და ეს ახლა რეგლამენტით არ არის განსაზღვრული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პირობითად რაღაც ვადა ავიღოთ და მიმართოთ დაინტერესებულ პირებს, რომ ამ ვადაში შემოიტანონ განცხადებები და მე უკვე ჩვენი ადმინისტრაციული რესურსი უზრუნველყოფს გაცხრილვას, იქ შეიძლება მართლა ბევრი ზოგადი განცხადება შემოვიდეს ფაქტების გარეშე, ამას ახლა ვერ აგზავნებთ წინასწარ, ხო, მოუწოდებთ, მაგრამ იქნებიან ადამიანები, ვინც მაინც შემოიტანენ ესეთ განცხადებებს და ამიტომ ალბათ ამაზეც ვიფიქროთ, ხო? ვადის იდეასთან დაკავშირებით წინასწარი პოზიციები ხომ არ გაქვთ? დიახ, ბატონი სოზარი, ბატონი კურა. ამის შეზღუდვა ცოტა უცებ შეიძლება მესამე თვეზე რო შემოვიდეს, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, ხა ვარს ხო არ ვეტყვით, კი ასე იგი შეიძლება ყველა განცხადება ვერ განვიხილოთ, მაგრამ ეხლა ესე ჩავკეტოთ, რომ ამის რიცხვის შემდეგ აღარ ვიღებთ, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე დაგვრჩეს განზე, არ ვიცი, ვიმსჯელოთ. მაგ განცხადებებს ბოდიში მაგრამ განცხადება შეიძლება შემოვიდეს მესამე თვეს და კომისიამ შეიძლება მუშაობა დაასრულოს, მაგრამ რეაგირების თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ამ განცხადებას მივცეთ ცვლილება. ის რაც განცხადებელს აინტერესებს და რაც არის მისთვის მიზანი. ხოლმეც ვეთანხმები მაგას, რომ რაღაცა ანალიზს ვერ მოვა. ეხლა ძირითადად პრინციპში ორივე მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, იმიტომ რომ ვადას პლუსი ის აქვს, რომ თქვათ მე მეტი საშუალება გვექნება, რომ დროზე გადავანაწილოთ, თუმცა მეორეს მხრივ ბატონს უზასაც ვეთანხმები, რომ შეიძლება ან ვერ გაიგო ადამიანმა, ან მე შემოიტანა, მაგრამ აქ მე მგონია, რომ თავარი მაინც რა არის. ძირითადად ეხლა ჩვენ რა მოლოდინებიც გვაქვს და ასე ვთქვათ, რაც უფრო მეტი იქნება მასშტაბურად განცხადებები, შეიძლება ეს იყოს არა მხოლოდ ვთქვათ, როცა თვითონ იყო მსხვერპლი ან მოწმე შეიძლება მოვიდეს როგორც რაღაცა დანაშაულის შემსწრე, არამედ ვთქვათ, აქონებებზეც იქნება განცხადებები. ჩვენ შეგვიძლია ესეთი რამე გავაკეთოთ, რომ რაღაცა პერიოდი ჩვენ თვითონ ავიღოთ ახლა რამდენიმე დღე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. ამისი დიდი გამოცდილება აქვს პროკურატურას. ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტია შექმნილი, რომელიც 10 თუ 11 წელია აი ამ საქმეზე არის ორიენტირებული, რასაც ქვია ადამიანების დაზიანება ქონებრივად და უამრავი განცხადება, ისიც ვიცით, რომ ბევრი განცხადება ჯერაც არ არის ჩაშვებული იქ წარმოებაში და ასე შემდგომ და ხო არ ჯობია რომ თქვა იგივე კონსულტაციები ქონოდა ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთანაც და იმის მიხედვით რა მასშტაბებია, ეხა ეს ადამიანები, ვისაც აქვთ ეს მოლოდინები ნამდვილად არსებობს და ბევრია, მინიმუმ იქ ექნებათ ეს განცხადება შეტანილი. და რაღაცა კონსულტაციები ჩვენ მქონდეს ჩემი აზრით და დღეს თუ არ მივიღებთ ამ ვადის დათქმის გადაწყვეტილებას, შეიძლება რამდენიმე დღე ვიმსჯელოთ, კონსულტაციები მქონდეს მათ შორის პროკურატურასთან, რომელსაც გამოცდილება უკვე დიდი აქვს და მე მივიღოთ ამ საკითხზე გადაწყვეტილება. კარგი, ვიმსჯელოთ ამ იდეაზე, რომელიც საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის ძალიან მომხიბლავად გამოიყურება. და თუ წესად არ ვაქცევთ, როცა ვიმსჯელებთ მას მერე, ყოველ შემთხვევაში მოწოდება მაინც უნდა იყოს მკაფიო, რომ საზოგადოებამ აი უკვე ახლა შემიძლია ვთქვა, იცოდეს, რომ ჩვენ მოცემული გვაქვს მხოლოდ 3 თვე. და როდესაც 3 თვე წავა ამოწურვისკენ, მესამე თვის ბოლო კვირებში ჩვენ შეიძლება მართლაც მივიღოთ მნიშვნელოვან ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და ვეღარ მოვასწროთ მისი სრულფასოვანი შესწავლა და ეს მოქალაქეებმა რომ უკვე დღეიდანვე გაითვალისწინონ. რაც შეეხება პროკურატურასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობას, არა მხოლოდ კონსულტაციის რეჟიმში ვიქნებით ჩვენ მათთან, არამედ ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში, ვინაიდან ჩვენ როგორც აღნიშნე, ნულიდან არ ვიწყებთ
მე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს თითოეულ იმ პროკურორს, მოსამართლეს, გამომძიებელს, ვინც 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან დღემდე მუშაობს ამ საკითხებზე. არაერთი განაჩენი დადგან კანონიერ ძალაშია შესული, არაერთი გამოძიება მიმდინარეობს და მომავალში დაიწყება. იმიტომ რომ რეალურად ასეთი ტიპის დარღვევები იყო სისტემური, სისტემატური და მათ შეაღწიეს ყველა ოჯახში. ამიტომაც ეს არის დიდი საქმე, რასაც ისინი ემსახურებიან და მადლობა მათ ამისთვის. მათთან რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ. ასევე ყველა იმ უწყებასთან, ვინც აი თემატურად რომ შევჯერდებით სიაზე და ყველა მიმართულება უნდა მოვიცვათ. უკვე გამოიკვეთებიან ის სამინისტროებიც, ვინც პირველ რიგში იქნება ჩვენი პარტნიორი ამ საქმის სწორად შესასრულებლად. ასევე არაერთმა თქვენგანმა ბრძანა და ბევრია ანგარიშები, მასალები უკვე არის ასევე, რაც შეიძლება რაღაცა კუთხით სხვანაირად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს. როდესაც ოპოზიციაში ვიყავთ ჩვენ და იმ რეჟიმს, რომელიც უნდა შევაფასოთ, ვებრძოდით, მაშინ ვინაიდან სასამართლო იყო დაქვემდებარებული იუსტიციის მინისტრს, კონკრეტულად, ინდივიდუალურად მას ექვემდებარებოდა, ხალხმა და დარგის სპეციალისტებმა შექმნეს სახალხო სასამართლო. და ის საქმე დაიწყეს, რასაც დღეს ჩვენ ვცდილობთ რომ დავიწყოთ. და ამას ერქვა ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას. ინგლისური სახელწოდებაც ჰქონდა, ეს გახლდათ People on the Bench. და მას ხელმძღვანელობდა დიდი პედაგოგი, დიდი იურისტი, გამოჩენილი მეცნიერი ბატონი მინდია უგრეხელიძე. ეს მასალები, რა თქმა უნდა, არის დაარქივებული. ერთ საქმეზე, კონკრეტულ საქმეზე, რომელზეც შემდეგ გვიმსჯელებთ, სწორედ ხალხი ასამართლებს ხელისუფლების ფარგლებში გამოიკვეთა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შემდეგ ვეღარ გამოიკვეთებოდა, იმიტომ რომ დრო გამოძიების წინააღმდეგ მუშაობს ყოველთვის. და ჩვენ შევძლებთ თუ თქვენი სურვილი იქნება, რომ მივმართოთ შესაბამის პირებს და ეს არქივო მასალები, მათ შორის აუდიო ჩანაწერები არსებობს, გამოვითხოვოთ. და მრავალი სხვა მასალა, რომელიც უნდა დავიწყოთ, შევაგროვოთ, არაერთი გვაქვს უკვე შედგენილი სიის სახით და სწრაფადვე შევდგეთ მუშაობას. ომთან დაკავშირებით მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ჩვენ ყველა თემაზე, მაგრამ როცა ომზე ვიმუშავებთ, განსაკუთრებით არ უნდა გამოგვჩეს მხედველობიდან ის ფარგლები, რაც გვაქვს დაწესებული. ჩვენ გვაქვს ორი ფარგალი, ასე ვთქვათ, რაც პარლამენტმა გვითხრა. აი ამაში უნდა ჩავეტიოთ, ხომ, კომპეტენციის თვალსაზრისით. ერთი არის რეჟიმის შეფასება. პერიოდი არის 2003-2012. 3, იმიტომ რომ ის რეჟიმი, რომელზეც საუბრობთ, 2003 წლის ბოლოს შეუდგა სახელმწიფოს მართვას და საინტერესოა იმ თვეებში, პირველ კვირებში რა ხდებოდა. და მეორე ფარგალი არის პოლიტიკური თანამდებობის პირები. შესაბამისად, ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმ ქართველი ჯარისკაცების საქმიანობაზე, რომლებიც რეჟიმმა გაწირა და შემდეგ, როდესაც არაერთი მათგანი გმირულად დაეცა საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში, ისინი არც კი გადმოასვენეს, ისე როგორც ეს ეკადრება სამშობლოსათვის დაცემულ ადამიანს. ბევრი შემდეგ დააპატიმრეს და ბევრს თუ არ დააპატიმრეს, ის პირობები მოუშალეს სამუშაო, რომელიც მანამდე ჰქონდა შექმნილი და დევნასა და ჩაგვრაში ამყოფეს მრავალი წლის მანძილზე. ამიტომ ჩვენ პირიქით, რაც შეეხება ჯარს და ჯარისკაცს, მათი უფლებების, შელახული უფლებების გამოკვლევაზე ვიმუშავებთ, მაგრამ ომის ნაწილში, როგორც აქ აღინიშნა, დავინტერესდებით პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობით. შესაძლებელი იყო თუ არა ობიექტურად
რომ თუნდაც ის ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთის წინააღმდეგ უკეთესად მომზადებული იყო და ცხელ კვალზე ასე ვთქვათ მოგებულიც ყოფილიყო. სად წავიდა და რატომ წავიდა ქვეყნიდან აბსოლუტურად ყველანაირი მიღება ჩაბარების აქტის გარეშე ის ისკანდერი, რომელიც ჩამოაგდო რუსმა გორში და როდესაც სტრასბურგის სასამართლოში გენერლებს უპირისპირდებოდით, ფოტოს მეტი მე არაფერი არ მქონდა. დავდიოდი ამ ისკანდერის ფოტოთი და ვამტკიცებდი, რომ ეს ის არის, რას რუსეთმა გორში ჩამოაგდო და ისინი დაგვრცინოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ფოტოშოპია. და სანამ ჩვენ არ დავაბრუნეთ ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ამას ზოგიერთი ახალგაზრდის გასაგონად ვამბობ, ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყნიდან გატანილი, უკანონოდ გატანილი ისკანდერი არის, ის არ არის პასტის წონა, ხო? ისკანდერი ჩამოვიტანეთ ქვეყანაში. ამდენი ტონა. და დავდეთ სტრასბურგში მაგიდაზე ისკანდერი, ვთქვით, რომ ეს არის, რაც ჩამოაგდო რუსეთმა. და თავისი სერიული ნომერიც იყო იქ. სხვა მხრივ ვეღარ ვიგებდით იმ დავას რუსეთში. ამიტომ ყველაფერი ეს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა, რა თქმა უნდა, იქნება შესასწავლი. ბოლოს მინდა თქვენი ნებართვით თუ სხვა რაიმე სასწრაფო და საშური კითხვები არ არის ისეთი, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველდღიურ რეჟიმში, სამუშაო რეჟიმში ვართ და ერთმანეთს ხვდებით. მინდა გავაგრძელოთ და ამით დავასრულო ის, რაც ბატონმა გურავმა სხდომის გახსნის დროს თქვა და შემდეგ თქვენც ბრძანეთ წევრებმა. ამ კომისიის საქმიანობის მთავარი შედეგი უნდა იყოს დასკვნა, რომელსაც ჩვენ უკვე დღეიდან გთავაზობთ ასეთი თვალით შევხედოთ, რომ ბევრჯერ გვითქვამს დრო გადის, ახალგაზრდები სრულწლოვანდებიან, ჩნდება ახალი თაობა და არაერთ ჩვენგანს შეგვხვედრია უკვე მოქალაქე ქართველი სრულწლოვანი, რომელიც 12 წლის წინ იყო სრულიად პატარა. და მან არ იცის, რასაც უყვები, გონია, რომ ზღაპრის რომელიღაც წიგნში წაიკითხე და რაღაც ბოროტ ზღაპარს უყვები. ჩვენი მიზანი ამ დასკვნით უნდა იყოს ის, რაც სიტყვა, რაც თქვენ ბრძანეთ, ისტორიის თვის შტრიხების შემატება, რომ შევმატოთ ისტორიაში შტრიხები. ამიტომ მეთოდი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული მუშაობა და არა რაღაცა შეფასებითი. მე ვინ პოლიტიკურად ვინ მიყვარს და ვინ არ მიყვარს, ამაზე არ არის საუბარი. ეს უნდა გადავდო მე გვერდზე, ისე როგორც თქვენ და ჩვენ ფაქტებზე დაფუძნებულად უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება. ნებისმიერი ახალგაზრდა თუ მომავალი ახალგაზრდა და სრულწლოვანი გადაშლის და 30, 40, 50 და მეტი წლის მერე ჩაიხედავს და ეცოდინება ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში. ეს არის მთავარი. ამიტომ ფაქტები არის და მოქალაქეებსაც მიმართავ მნიშვნელოვანი და თუ კი გადაწყვეტთ, რომ მოგმართოთ კომისიას, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია წარმოადგინეთ. მინდა მიმართო ასევე მსხვერპლებს. ჩვენ გვაქვს მექანიზმი, რეგლამენტი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ სხდომა, როგორც ახლა ლაივში გადაიცემა, ტელევიზიები აგრძანდებიან, გააშუქებენ, თუ საჭიროდ ჩავთვლით, ან დაზარალებული, ან მსხვერპლი, რომელიც ჯერ დაზარალებულად არ ყოფილა ცნობილი, მოგმართავს მისი თხოვნით სხდომა დავხუროთ. სხდომა რომ დაიხურება იმ დახურული სხდომის პირობებში შექმნილი მასალები, ჩვენ გვექნება უფლება რომ გვარი და სახელი დაიშტრიხოს და ისტორიას გვარი და სახელი კი არ შემორჩეს, არამედ ფაქტი, ამბავი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ ასევე გპირდებით ყველა იმ მსხვერპლს, რომლისთვისაც ურთულესია იმ განვლილის გახსენება, რომ პროცედურულად ისე იქნება კომისია მოწყობილი, რომ თქვენ
მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, რომელიცაც მსხვერპლი განიცდის, როდესაც თავიდან ყვება იმ ამბავს, რაც მას შეემთხვა და შევქმნით შესაბამის პირობებს, რომ თქვენ მაქსიმალურად ნორმალურ და თქვენი ღირსების შესაბამის პირობებში შეძლოთ ჩვენთან მობრძანება და მოსმენის გავლა. თითოეულ წევრს დიდი მადლობა იმ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, უმრავლესობას ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებმაც მოისურვეს ამ კომისიის შექმნა და მასში მონაწილეობა და ჩვენ შევეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის დასკვნა, რომელსაც შევიმუშავებთ და პლენარული სხდომის წინაშე წარდგებით, იყოს ღირსეული და მართლაც ისტორიული მნიშვნელობის. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ჩემთვის გამოცხადებული ამ ხელოვნებისთვის თითოეულ თქვენგანს და ჩემს პარტიას, რომელსაც მე მიკვეკუთვნები ქართულ ოცნებას. სხდომა ამით დღეს დახურულია. კარგი იქნება თუ 5 წუთს შემოვინახავთ ერთმანეთში სასაუბროთ, რომ მომდევნო გრაფიკი გამსაზღვროთ, როდის შევიკრიბებით და ამის შემდეგ ჟურნალისტებთან გვექნება გამოსვლის და თქვენთან გასაუბრების საშუალება თუ კი იქნება ინტერესი. დიდი მადლობა.